გამარჯობათ პატივცემულო ტელემაყურებლებო, ეთერშია მორიგი გადაცემა აგროთემი. დღეს ჩვენი სტუმარია ალექსანდრე კასრაძე, დიზაინერი, ხატვარი, არქიტექტორი, სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო პროექტის, ასე ვთქვათ, თანაავტორი და დიდი გულშემატკივარი. ჩვენ გავაგზავნებთ საუბარს სათემო კავშირზე, გავაგზავნებთ საუბარს თვითმმართველობის გაცვლიერებაზე. ალექსანდრე არის სათემო კავშირის წევრი ამავდროულად და მას, ასე ვთქვათ, პირდაპირ კავშირი აქვს საქმიანათაც ამ მიმართულებასთან. ჩვენ დღეს გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ საკითხებზე, რასაც ქვია ეგრეთ წოდებული ეკოსოფელი, ტრადიციული სოფელი და სოფელში ისეთი მიმართულებების განვითარება, რომელიც დაკავშირებული იქნება ერთის მხრივ აი სიახლეებს და ინოვაციებს, თუმცა მეორეს მხრივ აი ტრადიციულ ცოდნას, რაც ჩვენში არის დაგროვილი. ამაზე ძალიან ბევრია ნაფიქრი, ამაზე ძალიან ბევრია გაკეთებული. სხვადასხვა გადაცემებში თუ თქვენ ასე ვთქვათ ნახავთ ძველ ჩვენს გადაცემებს სხვადასხვა ტელევიზიებში, მე და ალექსანდრეს გვაქვს ამაზე ნასაუბრები. ინტერესი მუდმივად დიდია, თუმცა ვერ ხერხდება ისეთი პილოტ პროექტის გაკეთება, სადაც ჩვენ აი თვალნათლივ დავინახავთ ყველა იმ სიკეთეებს, რაც ამ პროექტს ახასიათებს. მოდით თანმიმდევრულად მივყვეთ, მე დღეს ვეცდები რომ თქვათ იმ რაღაც მექანიზმებზე, იმ რაღაც მართვაზე თუ ეკონომიკაზე თუ სოფლის მეურნეობის პროდუქციებზე და სტატისტიკაზე, ამის შედარებებს და ამ თემატიკისგან ჩვენ თავ შევიკავებთ, ვისაუბრებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ საკითხზე, რაც ეხება ეკოსოფელს, ტრადიციულ სოფელს, ქართულ სოფელს, ამას კიდევ მრგვალ სოფელსაც ეძახდნენ თვითონ ამ პროექტს. აი მოდით მივყვეთ თანმიმდევრულად და ნელ-ნელა გაგვიჩნდება კითხვები, გავშალოთ, კიდევ ერთხელ დავანახოთ და დავაფიქროთ მაყურებელი, რა პროცესებშია შესული მთელი მსოფლიო, როგორი ქიმიზაცია მთელ მსოფლიოში, როგორ ჩვენ თვალსა და ხელშუა ვკარგავთ პროდუქტებს, ვკარგავთ მათ გემოვნურ თვისებებს, იკარგება ნუტრიციული შესაძლებლობები და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თქვათ ჩვენ ტრადიციული სოფელი განვავითაროთ. დღეს, როდესაც სოფელს განსაკუთრებულად უჭირს, აი რა უნდა გავაკეთოთ, როგორ გავაკეთოთ და რა არის ის გამორჩეული მიმართულებები თუ ხაზები, რაც მიმზიდველი უნდა იყოს ამ პროექტში. გისმენთ ბატონო ალექსანდრე. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის თქვენ განახლებულ სტუდიაში. რა თქმა უნდა, თემა შეიძლება ითქვას იმაზე მეტად აქტუალურია, ვიდრე უკვე წარმოუდგენია საზოგადოებას. ამას მოწმობს ბოლო პერიოდში განვითარებული ეკოლოგიური პრობლემები. ალბათ, რა თქმა უნდა, ეს ეთერი და ეს ფორმატი არ არის იმისათვის, რომ ჩვენ უფრო დავამძიმოთ და უფრო ესეთი დრამატული სურათი წარმოვადგენოთ, მაგრამ ადრე თუ ეს შეიძლება საკამათო იყოს, სამწუხაროდ დღეს ეს უკვე რეალობაა და ამაზე უკვე საუბარი, მე ვფიქრობ, უფრო პრაგმატულ წილში უფრო შესაძლებელი უნდა იყოს და არა მარტო განგაშსა და გლოვის რეჟიმში უნდა გადავიტანოთ ეს საუბარი, არამედ რა არის აქ პრაქტიკული გამოსავალი. იმიტომ რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში ის გატკეპნილი გზა, რომელიც გავიარეთ ჩვენი ცოდნიდან, გამოცდილებებიდან და ასე შემდეგ რაღაცა ფორმით, მივხვდით რომ თითქოს ახალი ფუნგიციდები შევქმენით, ახალი რაღაცა ფორმები მოვძებნეთ ბუნებასთან, იქ რაღაცა ვითომ რაღაცა დავაკელით და რაღაცა უფრო ეკომეგობრული გავხადეთ. მაგრამ სამწუხაროდ არათუ ჩვენ, არამედ ჩვენზე განვითარებულმა ქვეყნებმა, რომელსაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები ჩადეს ამ სფეროში, შედეგი ჩვენც მოგვიწია მაშინ აი FAO-ს ოფისთან ხო რაღაცა ჩართვები და მივხვდით რომ ყველაზე კარგი რაც ამ შეხვედრებში გამოიკვეთა ეს იყო აი ტოტალურად ადამიანმა თქვეს რომ ჩვენ არ ვიცით და ეს იყო ალბათ ჩემი საზრით ის ნულოვანი ზღვარის მოძებნა, როდესაც ადამიანი არა ამბიციებში ისე იხარშება და ახალ ექსპერიმენტებისათვის უბრალოდ მიხვდა რომ ეს თითოეული უჯრედი და მით უმეტეს ეს ნიადაგი არ აღმოჩნდა
იმ ლოგიკით მოწყობილი და გაკეთებული, როგორც მას წარმოედგინა ავტოინდუსტრიაში კონვეიერის აწყობა, ხო? აღმოჩნდა, რომ თუ ეს მისთვის ადამიანისთვის ეს მიწა უბრალო მცნება იყო, ეს მიწა იყო შიგნით რაღაცა თეს ჩააგდებდა და ამოვიდოდა მცენარე, კი ეს თავისუფალ პირობებში ეს მუშაობდა, მაგრამ ოდესაც ადამიანმა მოახდინა ინდუსტრიალიზაცია და ამას სოფლის მეურნეობა დაარქვა და იქ რაღაცა მოემატა, რაღაცა გეგმები და ასე შემდეგ, სამწუხაროდ ეს ნიადაგი არ აღმოჩნდა მზად იმ ჩვენი ამბიციებისთვის და იმ ჩვენი გეგმებისთვის და იმ შეჯიბრობითობის პირობებში ისეთი ნაყოფიერი, ხო? და ნუ რა მოხდა ახლა პატარა მე მინდა პრეექსკურსი ჩავატარო, რომ როდ მე მთავარ თემაში გადავიდეთ. მოგვიწია შემდეგ აგე ტექნოლოგიური პროგრესი, ტრაქტორები შეიქმნა, ხნა, თესვა, მკვა, გაჩნდა პირველი, თუმცა არც ისე ძლიერი მოქმედი, მაგრამ ეს იყო რაღაცა ამონიუმის გვარჯილა, ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში შორს ვარ წავიდეთ ჰუმუსით გავტკებნეთ ამ მრავალტონიანი ტექნიკით, მოსპეტიქ სასუნთქი თუ საჰაერო ხაზები, ის გარკვეული შიდა ბიოლოგია, როცა ჩვენ ჭიაღელებს ვეძახით და ასე შემდეგ, ანუ ჰუმუსი გავაფუჭეთ, შევიტანეთ. სარეველებს ვებძოდით და დავაზიანეთ ჰუმუსი და ჭიაღელებს. დავამზადეთ ჰუმუსი, ამოვიყვანეთ ეს 15-20 სანტიმეტრიანი ყველაზე სასარგებლო ნაწილი მზის მიუფიცხეთ და საერთოდ მოსპეთის, ხო, ის ბიოლოგიური ნაწილი და საბოლოო ჯამში მე მივაყარეთ ქიმია და რაც აუნა პესიმისტურად ჟღერდეთ, გამოვიტანეთ უკან კიბო. და შევქმნით თუნდაც ესეთ პატარა ქვეყანაში ექსპორტი და მრავალ ქვეყნისათვის პაციენტების იმპორტი, რომლებიც დაავადებელი არიან ესეთი უკურნებელი სენით. ნუ ეს ისეთი არც თუ ესეთ სახარბიელო, ასე თქვათ, ნოტაზე გადასვლა საუბრის, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ალბათ საუბრის დასაწყისში კონსტანტაცია უნდა მოვახდინოთ იმ ფაქტის და იმ გარემოებების. ხო, მოკლედ, თუნდაც 100 წლიანი აი ციკლის თვალსაზრისით, როგორ რა დინამიკით განვითარდა და რა შედეგზე დადგა. რაც შეეხება ახლა აი ამ საუბრის მეორე ნაწილს, აი მან დადგა საკითხი, რომ ჩვენ ახლა უამრავი აგე შენის დახმარებითაც უამრავი ადამიანები გავიცანი, შევხვდი. ნამდვილად ფასდაუდებელი შრომაა ჩატარებული წლების განმავლობაში, ეს არის ხცოვანი, ასაკოვანი ხალხი, რომელმაც რა თქმა უნდა ის მემკვიდრეობა, რაც სასწავლებლებიდან, უნივერსიტეტებიდან, თავისი პრაქტიკული გამოცდილებიდან მიიღეს, შექმნეს 1000 მიმართულებები, რომ ეს პრობლემა გადაჭრილიყო, ნუ ყოველ შემთხვევაში თავიდან შეიძლება ესე სერიოზულად აღქმული არ იყო, ეს რა შედეგებით განვითარდებოდა. მაგრამ გამოვიდა, რომ დროთა განმავლობაში სავარგულებს, რომელსაც ჩვენ ვეძახით, ხატოვნად რო თქვა, გახდა უარგულები. და დადგა მეცნიერების წინაშე ახალი გამოწვევა, რაღაცა უნდა შეუერბილებინა, რაღაცა უნდა გაგვესწორებინა თუ ასე შემდეგ, ხო? მაგრამ აიქ მინდა ერთი, რომელიც რა ვიცი, რამდენად მზად იქნება მაყურებელი ამისათვის, მაგრამ ნუ ვცადო ყოველ შემთხვევაში. რატომღაც გაიმიჯნა აი სოფლის მეურნეობა სოციოლოგიიდან და გაჩნდა ესეთი ტერმინი, რომ აი სოფლის მეურნეობა არის რაღაც საწარმოო ფართი, რომელშიც ადამიანი უნდა დავაბათ, უნდა მივაბათ ამას. ძალით ვამუშაოთ. ხო, ეს უნდა იმუშაოს და აი ეს რამდენად შესაძლებელია 21 საუკუნეში, ან თუნდაც 20 საუკუნეში რამდენად შესაძლებელი იყო, რომ ასე ვთქვათ, არ მინდა აკადემიური ფორმატიდან გამოვიდეს, მაგრამ თქვა, გამოვიჭირო ესე იგი ეს ადამიანი რაღაცა მექანიზმებით მივაბა, დავარქვა გლეხი, ასე შემდეგ და ამ ადამიანს რაღაც ესეთი ვალდებულებები უნდა დავაკისრო, რომ დაუშვათ მოამარაგოს ქალაქი ამ პროდუქტებით, ხო, მაგრამ მე აღმოჩნდა, რომ ის გლეხი, რომელიც ესეთი რაღაცა სინონიმი იყო, რაღაცა შრომის, ჯაფის, რაღაცა ესეთი ოფლიანი ხელის თუ რაღაცით, უცებ აღმოჩნდა, რომ ამ გლეხმაც რომ მიიხედა და მოიხედა, ტომრებით მიაყარა, ხო, ისეთი სასუქები და ისეთი რაღაც, იმიტომ რომ მიხვდა, რომ ელემენტარულად კონკურენციას ვერ გაწევდა იმ თუნდაც იმ სახელმწიფო ინსტიტუციურ რაღაცა იმპორტ-ექსპორტში და თავისი რაღაცა ნიშა უნდა ეპოვა, ხო, და ამან ნელ-ნელა ზარ ვარ დავამძიმოთ, კიდევ უფრო საუბარი მივიღეთ, კიდევ უფრო მძიმე შედეგი. იმიტომ რომ ეს ადამიანი მოხდა ისეთ გარემოში, რომელშიც ახლა მე კარგად მოგეხსენება იმ რეგიონში
მაღალთაუნდებობაზე იყავი, მუშაობდი და როდესაც მე მიწევდა იქ რაღაცა პროექტზე მუშაობა, წალკის რეგიონი დავარქვათ, ეს პირობითად არა, ნამდვილად იქ იყო. რაღაცა დიდ პროექტზე მიწევდა, მუშაობდა, როდესაც მივდიოდი მეუღლემ და ამერიკა რო იქნებოდა კარტოფილი წამოიღო. და ის გიდი, ვინც მომყვებოდა ამ პროექტში, ვინც მეხმარებოდა, პირდაპირ მკითხა, რომ ეს კარტოფილიო შენთვის გინდაო? ხო, ოჯახისთვის მეთქე ხა. არა, თუ გასაყიდად გინდაო, გეტყვისაც უნდა იყიდო და თუ ახლა სახლის გინდა, არანაირად არ გირჩიო. ახლა კაცმა ალალათ, იმიტომ რომ დამეგოვრდი რაღაცა ღიად მითხრა, ახლა ეს ღიად შემიძლია ეთერშიც ვისაუბრო, იმიტომ ახლა კონფიდენციალურად ვარ, ყველაფერი ვიცით ისედაც, უბრალოდ ვიღაც ამას ერიდება და შეიძლება აქცენტს არ უკეთებს ამას, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, მივხვდი რომ ესე იგი დელეგირება მოხდა, ესე იგი თუ შენთვის გინდა არ უნდა ჭამო, მაგრამ თუ სხვისი შვილებისთვის გინდა, უნდა აჭამო. ხო, აი გასაყიდი და საკუთარი მოხმარების, აი კახეთში იციან საზამთროზედან ესვერა, რომ ეს გასაყიდიაო და იქით გვაქვსო ცალკეო ჩვენთვისო, ეს არანორმალური სიტუაცია და ეს მოიტანა უბრალოდ აი ამ დერეგულაციამ და დანაშაულებრივად, იცით რა, ჩვენ არ გვინდა აქცენტი რო გავაკეთოთ, ახლა ადამიანს ბოდიში და ტყვიას ესვრი თუ ისეთი დაავადები ხო, მთელი გენერაცია მე ყველაფერი უნდა გაყიდოს, რომ იმ ოჯახმა, რავი, ჯანმრთელობა რამდენად მე იმას გამოისწორებს, ეს არ ვიცი რამდენად რეალისტურია, მაგრამ ნუ შეიძლება შეიძლება გაიხანძლიოს სიცოცხლე, მაგრამ ამისათვის მთელი გენერაცია კარგავს, იმიტომ რომ რაზეა საუბარი სახსაწყიდის, კარსაწყიდის, ოღონდ რამოდენიმე წელი კიდე იცოცხლოს იმ ადამიანს, მაგრამ აქ არის ახლა ისეთი აქცენტებია უკვე დასასმელი, რომ ეს კულისებში სასაუბრო არ არის, ეს საგანგაშო თემაა, ხო, იმდენად საგანგაშოა, რომ აქ ჩვენ გვიყვირს, რომ აი ამდენი დავრჩით, მცირერიცხოვანი ერი ვართ, რაღაცა, მაგრამ თუ ამას ვიცით და მხოლოდ ლაპარაკისთვის რჩება, რომ ვიღაცამ საეთერო დროში აი დრო დააკავოს ამაზე განგაშით, ხო? მე აი უფრო მინდოდა რომ აი ამ საუბრის ასე თქვათ შესავლის შემდგომ პრაქტიკულად გადავიდეთ იმაზე რომ რა არის გამოსავალი, თორე იცით რა არის ნებისმიერი დაჯდება ეთერში და ისაუბრებს დაღამებამდე რამდენად საქმე ცუდად არის. ამიტომ ჩვენი შეხვედრის მისიაც ზუსტად ეს არის, რომ აი დაუშვათ რა არის გასაკეთებელი და ალბათ მაყურებლის სიმწიფეც, მისი ცნობიერების სიმწიფეც უნდა მოვიდეს იმ კონდიციაში, რომ კითხვა უნდა დაგისვას. რომ კი ბატონო, ეს ვიცი. და ზეცას გულდანძიმებული ვიყავი, მაგრამ აი გამოსავალს შენ რას ვთავაზობ, თორე კი აი გისმენ და შენ წინაც აგე სხვა ეთერში უსმინე, იმანაც იგივე გაიმეორე, შენ არაფერს ახალს არ მეუბნები. ამისათვის მე ერთ პატარა მცირე მონაკვეთში ვიტყვი ამ პატარა მომენტს, ჩვენ უნივერსიტეტებში და სასწავლებლებში ვასწავლით ჩვენ სტუდენტობას, ჩვენ მომავალთაობას, რომ აი კონკურენცია, მარკეტინგი, მენეჯმენტი, აი ესე უნდა ვიცხოვროთ, ესე და შენ რო დაამთავრებ და ესეთი ცოდნები შეერეღებული იქნები, კონკურენციას გაუწევს სხვა, სუსტი იქიდან განადგურდება, თხათხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოს, თერი ეს მე ფოლკლორსაც მოიხმარ ამ საუბარში და არ დაფიქრდები იმაზე, რომ ბუნებაში ამ მზის ქვეშ მუხა ცხოვრობს, ბალახი ცხოვრობს, ბუჩქი ცხოვრობს, სოკო ცხოვრობს, ფრინველიც არის, რა ვიცი, ჭიაყელაც არის და ყველაფერი არა ცხოვრებისთვის ცხოვრობენ, არამედ თანაცხოვრებაში არიან. და ეს არის რაღაცა შეკრული ეკოსისტემა, რომელიც ურთიერთთანაცხოვრებაში არიან და ურთიერთს ცით აი უხანძლიობენ, აი დავუშვათ ერთი მცენარე თუ აზოტს გამოყოფს პირობითად, ხო, ეს მეორე ხეს ჭირდება. თუ ერთ ხეს აქვს რაღაცა ესეთი სურნელება და ესეთი მცენარეული ყვავილები, თავის იმ ბუზანკალს იზიდავს და დავუშვათ ამას აცლის. აი ამ მთელ ეკო ჯგუფში თუ ჩიტი მოდის და იქ ბუდეს იკეთებს, იმ ჭიაღვას, ანუ რაღაცა არის ისეთი ფორმულირება, ახლა ჩვენი ცოდნიდან, მენტალიტეტიდან თუ რა ვიცი, განათლებიდან გამომდინარე, ახლა ამას ბუნების კანონზომიერებას დაარქმევ, შემოქმედის ჩანაფიქრს დაარქმევ თუ ასე შემდეგ, ფაქტი ჯიუტია რომ ეს მუშაობს. და ხშირად რო ლაპარაკობენ რომ დავიცვათ ბუნება, რა გითხრათ ახლა მე ასე ვისწავლე და ასე გავიგე რომ ბუნება შენი დაცვა არ ჭირდება, ბუნებას რო თავი უნდა დაანებო, თვითონ აღიდგენს თავს, ისევ გაჩნდება თევზიც, ფრინველიც, მწერიც, ჩიტიც, ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება, უბრალოდ საშუალება მიეცი, რომ აღდგენის ინსტრუმენტმა თავი აღიდგინოს. და ის თვითონ დაიწყებს დალაგებას, თვითონ და ბუნებას კი არ დაიცავს, შეიძლება ისე მოაწოს, რომ და აქეთ ხარეს დაგიცავს.
და აქეთ ხარეს ისევ აღადგენს იმ თავის პროცესებს, რა პროცესებს შენ ხელს უშლი, რომ იმუშაოს, ხო? ესე იგი, დასკვნა რა არის? ჩვენ გვჭირდება ისეთი პროექტი, რომელიც არა ეკოსისტემაზე იქნება მორგებული, არამედ ეკოსისტემაზე იქნება, ასე ვთქვათ, მორგებული, რომელშიც იმ ადამიანს კი არ დავაბავთ, ბოდიში თქვენთან როგორც ცხოველს, არამედ ინტერესი ექნება. ექნება ისეთი ლოგიკურად აწყობილი სისტემა, ჯგუფი, რომ იქ ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ბოდიში თქვენთან და მთელი დღე თავის გაჯეტებშია ჩაჭყეტილი, რაღაცა ტრანსფორმაცია მოხდება, რომ სწორად იკვებოს, რაღაცა რახან ბიზნეს ვეძახით, ბიზნესი დავარქვათ მაშინ და დაუშვათ ის პროდუქტები მოიწიოს და გაყიდოს, ოჯახური სისტემა შექმნას. ძალიან ბევრი ადამიანისაგან მე მსმენია, რომ ოღონდ აი ამ საგიჟეთიდან გამიყვანა. ოღონდ აი ამ ქალაქში აღარ მაცხოვრა, ოღონდ აი ამ გადაბმულ აი ამ საცობებიდან მომაცილა და სადმე ჩემი საქმე გამეკეთებინა, ხო? ამიტომ ჩვენ რომ ვამბობთ, რომ მოდით ხომ არ არის ჯერ კიდე სანამ ბუნება გვაძლევს დროს, რა ხედავთ, რომ ცუდი გაგებით სარკმაოდ ორკესტრირებულად უკრავს ეს წყალდიდობები, მეწყერები, უბედურებები, ხანძრები, რაღაცა და იქნებ ეს არ მინდა ახლა რაღაც რელიგიურ ფანატიზმად ჩამითვალო, მაგრამ ეს გაფრთხილების ნიშნების ერთდროულად თუ არ გარტყავს ეს ბუნება, მინიშნებებია ყოველ წელიწადს თუ სტატისტიკას დააკვირდები, პროგრესირებულია, იზრდება, კი, შეიძლება ყოველთვის რაღაცა ხდებოდა, მაგრამ ხო, ახლა დროის დინამიკაში თავს ხوار მოვატყუებ, ზრდადია ეს პროცესი, ხო? მუდმივად იმატებს, ხო? ამიტომ დგება ალბათ ის მომენტი, როდესაც ვიღაცა ადამიანი სიმართლე ერთ ოხი და ბარი, როდესაც დგება ადამიანი სადღაც და ამბობს, რომ მოდით. აი გარკვეული ჯგუფია, გარკვეული ინტელექტი გვაქვს, გარკვეული შესაძლებლობები, 1000 ფონდებია, ხო? მოდით გავაკეთოთ ერთი საჩვენებელი ეკოლოგიური პროექტი, სანამ ჯერ კიდევ დრო გვაქვს. მივცეთ იმას სასათურე პირობები, ნუ ჩავდგებით დოინჯით და რაღაცა ნიშნის მოგებით და გაბუტული, აი ხო არის ახლა მაგალითად აი ვესტიერმა რაღაცა დაამტკიცა და საპირისპიროს დამტკიცება მისთვის არის რაღაცას სასიკვდილო პროცესი. არაფერი ეს გაბუტული და დოინჯით დგომის და რაღაცა და ხელშიშლიში არ ჯობია, რომ საერთო სახლია, ხო? საერთო ქვეყანა, ანუ მინიმუმ ქვეყნის ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე მაინც ხო შეიძლება, რომ თქვენაერი ადამიანებსაც მაღალი თანამდებობები ქონდათ, საკმაოდ ღრმად ახართ ჩახედული ამ პროცესებში, 1000 გამოცდილია, უამრავი კარგი მეცნიერები, რომელსაც დიდი პრაქტიკა აქვთ მსოფლიოში, მოგზაურობენ, დადიან, ლექციებს კითხულობენ, ხო? დამთავრდეს ეს ახლა, მე არ ვამბობ რაღაც იდეალისტურ რაღაცა დაჯგუფების შექმნას, მაგრამ თუნდაც გაჩნდეს კონსენსუსი ურთიერთმოსმენის, იმიტომ რომ ბუნება თვითონ კი არ ფუჭდება, ჩვენი სიჯიუტი აფუჭებს. ჩვენი არა კონსენსუსი, არა თანმიმდევრობა ერთმანეთის რაღაცა ამაზე მიდის, ხო რა დაპირისპირებაზეა ეს აწყობილი, ეს მთელი ეს ციკლი, რაც მე საბოლოო ჯამში აფერხებს, ხო ესეთი პროექტების განვითარებას. იმიტომ რომ ვიღაცა რაღაცას უმტკიცებს თეორიაში, მოდი პრაქტიკაში გადავიდეთ ეს. კი ბატონო, აი ჩავერთვები, მეც მინდა რომ ჩემი აზრი მოვხატო ამ ნაწილში. ჩვენ დღეს შევედით აი ამ ეგრეთ წოდებული საბაზრო ეკონომიკის რეჟიმში, ხო, უკვე წლები 10-ული წლებია და რატომღაც გონია და ესეთი ტრენდი შემოვიდა საქართველოში, რომ თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები, თავისუფალი ეკონომიკა, აბსოლუტური ლიბერალიზმი აქვს. ეს არის მნიშვნელოვანი, ეს არის გამოსავალი, მე ვიღაცამ რაღაც რეიტინგებში გითხრა, რომ რაღაც doing business-ში და სხვადასხვა რეიტინგებში თქვენ თუ მოწინააღმდეგეები იქნებით ძალიან მაგარი ქვეყანა, მე გითხრეს, რომ მოხსენით ყველანაირი საბაჟო გადასახადები და იყავით მაგ ნაწილში ლიბერალურები, ესეც გავაკეთეთ, ჩვენ საბოლოო ჯამში ისეთი პოლიტიკა ვაწარმოეთ ეკონომიკური, რომ აი დღეს რომ უკეთებთ ასე ვთქვათ ანალიზს ახლა ამ გადმოსახედიდან და მე ამას ძალიან დიდი ხანია 10-იც და მეტი წელიც წინ ლაპარაკობდი, რომ ესეთი ფორმის ლიბერალიზმი ეს არის დამღუპველი, ესეთი ფორმის დერეგულაცია განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში ეს იყო დამანგრეველი და დამღუპველი და რეალურად ჩვენ დგავართ ამის წინაშე, რომ აბსოლუტურად მოშლილია ტექნოლოგიური სქემები, მიდგომები, პროდუქციის ხარისხს ვაფუჭებთ. ერთის მხრივ ვეც ინდუსტრიული პროდუქცია შექმნით სხვადასხვა მიზეზების გამო, იქაც მართვის პრობლემები გვაქვს, იქაც სტრუქტურებია დაშლილი, იქაც მიწის პარცელაცია და
მეორე მხრივ, რასაც ბატონი ალექსანდრე ლაპარაკობს, ესეც დავკარგეთ, ეს არის როიცოდეთ ევროპაში მეტნაკლებად მაინც ლოკალურად შენარჩუნებულია ის გარკვეული ზონები და ბევრი ქვეყანაა ხო, სადაც ეკოპროდუქციას აწარმოებენ და ცდილობენ რომ ეს სივრცეები შეინარჩუნონ. კი, შეიძლება შენ გქონდეს ინდუსტრიული პროდუქტი, თუმცა ამავდროულად უნდა გქონდეს ის პროდუქტი, რომელიც აი ესე ბუნებრივად შეიძლება მოიპოვო. ამასთანავე მაღაზიასთან დავინახე, რომ ეს პურის გამყიდველები, კახელები არიან და ჩამოვაქვთ ხოლმე რაღაცა პამიდორი გამოიტანეს დადეს წინ, ვეტაკე ეგრევე ვიყიდე, ეხლა ქლიავი და გასინჯეო მეუბნებოდ, არა, ჩემთვის გასაგებია ის რა პროდუქტია, იმიტომ რომ და რო შევადარე იქ ინდუსტრიული, რომელიც 4-5 ლარი ღირს სხვა მაღაზიებში და უკვე არაფრის გემო არა აქვს, ეს 2 ლარიანი მის ოჯახში მოყვანილი, მის კარმიდამოში მოყვანილი გაცილებით გემრიელი და გაცილებით ნუტრიციულად საინტერესოა. აი ჩვენ უკვე მონადირეები გავხდით ამ კუთხით, რომ სად მოვინადიროთ ნამდვილი და რეალური პროდუქტი, ხო? ამიტომ ეხლა დღევანდელ მოცემულობაში თუ ჩვენ სახელმწიფო რგოლში, ამ შემთხვევაში სამინისტროში გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებთ და ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ აი ეს არსებული მოცემულობა, რაზეც ეხლა ალექსანდრე მილაპარაკა, ეს გარკვეული სიმახინჯეები, ეს გარკვეული უმოქმედობა და ასე შემდეგ, შევცვალოთ უკეთესობისგან, თუ ჩვენ ესეთ გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებთ, თუ ჩვენ ერთის მხრივ არა ვართ მზად რაღაც საკანონმდებლო ნაწილში შევიდეთ, თუ ჩვენ არა ვართ მზად რაღაც პროგრამულ ნაწილში შევიდეთ, თუ ჩვენ არ ვართ მზად რაღაც გარკვეული შეღავათიანი და შესაძლებლობები გავაჩინოთ და პროტექციონიზმი და სუბსიდირებას ვისვრით, თქვათ, სადღაც ვენახში, რომელიც არანორმირებულ ყურძენს იღებს. 7-10 ტონა რო უნდა მიიღოს, იღებს 20-25 ტონას იმის გამო, რომ რაც შეიძლება მეტი, რაც შეიძლება მაღალი სუბსიდია მიიღოს, დაუმახინჯეთ ხალხს, გაუფუჭეთ ის ვენახები და აი ამ დერეგულაციით დავამახინჯეთ ჩვენი დარგიც და ამ შემთხვევაში უკვე ღვინოზე მეც სპირტს ვაწარმოებთ. გავუსტრო 1-3-4 წლის წინ თქვი მე როგორც სპირტის ეროვნული სააგენტო გახდება მეთქი ეს ღვინის ეროვნული სააგენტო და გახდა რეალურად ბოლო 2 წელია სპირტმა გადაასწრო ღვინოს. ესე იგი ძალიან ბევრი მიმართულებით ჩვენ აი ამ თვითდინებაზე მიშვებულ პროცესში ვიღებთ უფრო და უფრო მეტ სიმახინჯეს. ამიტომ თუ ჩვენ არ მიუბრუნდებით და არ შევქმნით ისეთი მართვის მექანიზმებს და სისტემას, არ შევქმნით საუკეთესო პირობებს ისეთ ეკოლოგიურ პროექტებს, სადაც ჩვენ შეგვიძლია დაუბრუნდეთ, ბალანსი დავკარგეთ, ბალანსია დაკარგული. იმდენი, აი დაჭირდა, თქვა, ჩავთვალეთ, რომ ამ პომიდორს ჭირდება რაღაც სტიმულატორები და ქიმიური სასუქები და მივაყარეთ ეს ყველაფერი. მე აღმოჩნდა, რომ იქ რაღაცარეველასთან ბრძოლა, იქაც მივაყარეთ, იქაც დავაბუგეთ ეს ყველაფერი. ალექსანდრე მახსენა, ეხლა იქ ტონიანი ტექნიკა შედის და საბოლოო ჯამში ჩვენ ყველაზე დიდი სიმდიდრე რაც არის მიწა, ამის გაფუჭებას მივყავით ხელი. მე ამასწინათ თუ სწორედ მახსოვს TV პირველმა აწია ეს და BMG-ში გადაცემაში მეკითხებოდნენ, რომ იცით რა, FAO გამოაქვეყნა მონაცემები, სადაც ჩვენ 1 გექტარზე ვხმარობთ 5.7 კილოგრამ ქიმიას. ევროპული დონე, აქ ევროპული მაჩვენებელი არის 1.6. სოფლიო მაჩვენებელი არის ალბათ ჩვენერი ქვეყნები, სადაც ქაოსია, იქ არის 2.3, მაგრამ არა 5.7. ჩვენ ლიდერები ვართ, იცით? რო ნახოთ ეს რეიტინგი, რაც გამოგვიქვეყნეს, ჩვენ პირველ 10-ში ვართ, მე-16 ადგილზე ვართ. ეს არანორმალური სიტუაცია. ამ ფლორაში და ფაუნაში, რასაც ქვია ქართული მიწა და ქართული ბუნება, რომელიც აი დღესაც განსაკუთრებულად მოთხოვნადია, რო შედის ჩვენ ჩრდილოელ მეზობლებში, ბაზრებში, უკრაინა, ბელორუსია, რუსეთი თუ სხვა ბაზრებში, სხვა პროდუქცია ჩერდება და ჩვენი პროდუქცია იყიდება, მაგრამ ყოველწლიურად იგივე ამ ატამს და სხვა პროდუქციას, ხო, გემო უფუჭდება. ეს აშკარაა, ჩვენ ამას ვხედავთ და ვამჩნევთ, ესეთი ქიმიზაცია სპობს ყველაფერს. ამიტომ ხალხო, სანამ დროა, ჩვენ ვერ ვიტყვით ეხლა რომ უცბად ხვალე გავიღვიძებ და თავიდან ბოლომდე გადავერთვებით ამ სქემაზე და ამ სისტემაზე, მაგრამ არ გამოყენება ამ ცოდნის, არ გამოყენება ამ სიღრმეების, არ გამოყენება ამ შესაძლებლობის და პოტენციალის. თქვენ იცით რომ ნებისმიერ დიდ ქალაქში, მადრიდში, პარიზში მე მაქვს ნანახი ეს ყველაფერი,
არის ეს ინდუსტრიული ბაზრები, რომელიც ამარაგებს თელ ქვეყანას და განსაკუთრებულად ელოდება ხალხი აი ამ შინამეურნეობებში, ვიწრო ფერმერულ მეურნეობებში ელოდება ხალხი იმას, რომ კვირაში ერთხელ არის ზოგან ორ კვირაში ერთხელ, რომ იქ მივიდნენ და იყიდონ ის პროდუქტი, მოიმარაგონ, იმდენად ხვდებიან, ამხელა სხვაობაა და ჩვენ რატო უნდა ვიკვებებოდეთ ქართული გენი, რატო უნდა იკვებებოდეს სხვადასხვა ქვეყანაში მოწეული პროდუქტით, როდესაც აქ მოწეული პროდუქტი თავის შესაძლებლობებით, თავის შეთვისებით, თავის ნუტრიციით გაცილებით მაღალია, გაცილებით მაღალი დონისაა და ის რაც ჩამოყალიბდა, ხო არა ნათქვამი, რასაც მე ერთმე ვისხა, ის რაც ჩამოყალიბდა გენეტიკურად, რომ ვიძახით, რომ საინტერესო ხალხი ვართ, ნიჭიერი ხალხი ვართ, მე არის YouTube-ში რამოდენიმე ესეთი ის, რომ აი სხვადასხვა უცხოელების განსაკუთრებული ფოლკლორი, ეს განსაკუთრებული შესაძლებლობები ქართველებს ამ ბუნებაში, აი ამ წიაღში და აი ამ კვებით აქვთ მიღებული. ამასთანავე სასურსათო უსაფრთხოების თემატიკაზე ვსაუბრობთ და პირველი საფეხური ეს იყო, ასე ვთქვათ, ავტარქიული რეჟიმი, როდესაც ყველა ის ასე ვთქვათ, ჯგუფები დასახლებული ადამიანებით იმ ტერიტორიაზე რა შესაძლებლობებიც იყო, ამით იკვებებოდა. კი, მსოფლიო წინ წავიდა, ეხლა რაღაც მე-4, მე-5 საფეხურზე ვართ ამ სასურსათო უსაფრთხოების და თქვენ შეგიძლიათ აქ ბანანით ჩამოიტანოთ და ვიღაცა ნორვეგიელს თუ თქვა ჩრდილოელს რო ხილი არ ქონდა ზოგიერთი გასინჯული ის წაიღოს იქ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ის რაც აქ მოდის საქართველოში, ის რაც ბუნებრივია, ის რაც შენია, ამის შეთვისების კოეფიციენტი არის ძალიან მაღალი, ამიტომ ჩვენ ამას უნდა ჩაუღმავდეთ, ამაზე ვიფიქროთ, ეს განვავითაროთ, ეს ყველაფერს ეხება. ეს ეხება მეხილეობას, ეს ეხება ბოსტნეულს, ეს ეხება მეფრინველეობას და ასე შემდეგ. და ეს ეხება იმ ცხოვრების წესსაც, რომელიც სოფლად იყო. ეს არ არის მარტო რაღაც პროდუქტი და კვება, ცხოვრების წესიც არის. რასაც ალექსანდრე გვთავაზობს, ეს არის ყველაფერი ერთიან კომპლექსში. ეს არის ის უდიდესი და საუკეთესო გამოცდილება, რაც საუკუნეების მანძილზე დაგროვდა საქართველოში და ეს ყველაფერი კიდევ დანახული თანამედროვე ინოვაციური, ესე ვთქვათ, ხედვით, უფრო რაციონალურ ჭრილში გააზრებული და ასე შემდეგ და ეს უნდა მოვსინჯოთ ახლა ჩვენ ჯერ გვაქვს კიდევ შესაძლებლობები და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა და მინდა რომ გააგრძელოთ ეს თემა, რომ ევროპაში არ იფიქროთ, რომ თქვენ სადღაც აი ინდოეთში მილიარდ ნახევარი, არა, ინდოეთშიც არის რაღაც სიქიმის შტატი, სადაც მთლიანად შტატი გადაიყოლეს ეკო პროდუქციაზე. ერთი დიდი შტატი, ის შტატი საქართველოს რამოდენიმეჯერ მეტია. ანალოგიურად ჩინეთშიც, ანალოგიურად ევროპის ქვეყნებშიც, იაპონიაში ყველგან არის ეს მიდგომა, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ამ ნაწილში განსაკუთრებული ჩაღრმავება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დღეს აღმოვაჩენთ, რომ ეს მიდგომები გაცილებით მომგებიანია, გაცილებით მნიშვნელოვანია ყველანაირი თვალსაზრისით საქართველოს მომავლისთვის, ვიდრე გიჟური ინდუსტრიალიზაცია რაღაცა პროდუქტის. კი, შეიძლება ის ნაწილი დარჩეს, შეიძლება თქვათ ეს ხაზები ჩვენ რაც განვავითაროთ, რაღაც დავიჭიროთ კონკურენტული უპირატესობა, რაღაც მოდერნიზება იყოს საჭირო ამისი, მაგრამ ის რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, ეს რო აუცილებელია, რომ ქვეყანაში იყოს და ქვეყანა ამაზე იდგეს ძირითადად, ეს უდავოა და ეს არის ნამდვილად რეალურად ხვანიდელი დღე. სრულიად გეთახმები, ბატონო გოჩა. ახლა ჩვენ ზოგადად ალბათ არ არის ერი, რომ უშუალოდ არ სიამოვნებდეს, პირიქით სიამოვნებს, ოდესაც აქებენ მას და მის ისტორიულ რაღაცა კუთვნილებები, რაც მას გააჩნია, როგორც ფოლკლორში, თავისი ასე ვთქვათ, ის ისტორიულ წარსულში, ხო? კი, ნამდვილად, როდესაც იგივე ჩვენი ფოლკლორი ჟღერს მსოფლიო არენაზე, ნუ გერმანელი ყვირის რო das ist fantastisch. უშუალოდ იქ ბრაო, არი, ცეკვა, თამაშია, სიმღერა, რაღაცა და ეხლა აგე გუშინ ტელევიზიით უყურებდი, რომ დაუშვათ არის გასტრონომიის საკმაოდ სერიოზული ტურები ლონდონში, ხო? რაღაც იცი გიამაყება, რომ ქართველი ხარ და აი თუნდაც ყოველი ჩემი თანამოვლელი რომ დაუშვათ ჩემპიონი გახდა, ხო, გუშინ ხო, აი ძალიან, ანუ ეს ყველა მიმართულებით ის გენეტიკური მეხსიერება, მე ასე ვეძახი, ის რაც ჩადებულია ჩვენ ჯიშში და გენში, გვახარებს
და რაღაცა ახალ სიმაღლეს და სტიმულს აძლევს ელემენტად, აი ყოველი ადამიანი რაცა პოზიტივ ვარი ცნობიერებაზე, გონებაზე, ჭკუაზე, ხო? ანუ იმის დამხევით რითაც იკვებები, ზუსტად ის რაღაცეები ვითარდება ორგანიზმში, რომელიც უკეთესად ჭკვიანს ხდის ადამიანს, ხო? მარტო გარდა იმისა, წიგნებში სწავლობს, მერწმუნეთ, თუ ადამიანს არ ექნება სწორი კვება და პირობები, ელემენტად ვერ განვითარდება. თან რაღაცა ბოდიში უნდა ჩაგერთო რა ფსიქოემოციური მომენტიც არის, ამას წინათ ეხლა ყველა მიცის უსმენდი კვარაცხელიას ერთ-ერთმა რუსმა მწვრთნელმა თქვა, რომ ბაზაზე რო ცხოვრობდაო, იქო და იქვე ცხოვრობდა, იქვე ვარჯიშობდა, ღამე უკეთავდა ხინკალსო რესტორანშიო და ნუ თქვითო რომ ნუ რა სისტემატიურად ესხი, მაგრამ ამასო მაინც ისეც ვერ გააკეთებნენო და მაინც რამდენი უნდა ეჭომა ფსიქოემოციური ის ქონდა კმაყოფილებაო, რო უთხარითო რა არისო, არო ძალიან მიყვარს, არო ბევრს არ ვჭამო გვიანო და რაღაც, მაგრამ ფსიქოემოციური ეს ყველაფერი მაინც დაკავშირებულია აი გარკვეულ გენეტიკურ მეხსიერება ახსენე შენ ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. ხო ახლა ბატონო გოჩა მე რა თქმა უნდა მესმის რომ ახლა ამ ჩვენ ინფორმაციას სხვადასხვა ფილტრაციით იღებს სმენელი. ნუ ზოგი თავშეთ კრიტიკულად შეხედავს ზოგი, მაგრამ მოდით ჩვენც რომ აი ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი რომ ახლა ძალიან რთულია როცა ადამიანი არ გიცნობს და არ იცის პროექტი. ხშირ შემთხვევაში სპონტანურ დასკვნებს აკეთებს თავისი ბუნება განწყობიდან. მოდით აი ესეთ მე ცოტა ისეთ შეიძლება ბანალურ მაგალითს მოვიყვან, მაგრამ ალბათ მსმენელი უფრო გამომყვება რა ესეთი ლოგიკით იმხლა. დღეს ყველას გვაქვს გაჯეტები, ეს აიფონებია, ტელეფონებია თუ ასე ვთქვათ კომპიუტერებია და იმასაც ვწმუნდებით, რომ რაც უფრო ტექნიკა ვითარდება, მით მეტი ელექტრონიკაა და მასში არის კომპიუტერული მართვა ჩადებული, ხო? და ეს კომპიუტერული მართვის ლოგიკა არის პროგრამირება, ხო? რაღაცა იწერება, რომელსაც განმეორება უნდა გააკეთოს ოპერაციების, რაც ადამიანს ხელს უწყობს, ახლა ელემენტად ლიფტი რო ლიფტია, იმაშიც რაღაცა გარკვეული პროგრამირებაა ჩადებული, რაღაცა ნაწილმა აი ამ ციკლირებით ეს უნდა აკეთოს და აღარ ვლაპარაკობ ხელოვნურ ინტელექტზე და ასე შემდეგ. მოდით ახლა უბრალოდ გავყვეთ აი ამ ლოგიკას. ადამიანი თუ თვლის, რომ მან დღეს ბუნებას გაასწრო განვითარებაში, ეს მისი ნუ ცოდნიდან გამომდინარე მისი არჩევანია, რომ ასე თვლის, მაგრამ თუ დაფიქრდება, რომ ყველა ეს პატარა მარცვალი, რომელსაც პატარა თესლებს ვეძახით, ეს დაწყებული მუხის კოდან დამთავრებული თუნდაც პომიდორის თესლით, რომელშიც ყველაფერში მეხსიერებაა ჩაწერილი. და ყველა აი ამ პატარა მიკროჩიპმა, ასე ვთქვათ, ბჭყალებში ზუსტად იცის რა დროს უნდა გაიღვიძოს და არასოდეს პომიდორს არ შეეშლება რომ მოისხას კიტრი და კიტრმა დაუშვა ატამი, ხო? გამოდის რომ მინიმუმ ალბათ ზდილობა მაინც უნდა გაგაჩნდეს რომ თქვა რომ რაღაცა არ იცი. და როდესაც ჩვენ აი ამ ურთულეს პროცესი რაზეც ჩვენ საუბრობთ. ნახეთ აი პარალელს მოვიდა, როდესაც ადამიანს უფუჭდება კომპიუტერი. მერწმუნეთ არავინ არ მოდის ხელოსანი ჩაქუჩით, სახრახნისით ამ ტყელ ასე ვთქვათ ტუჩათი, ასე ვთქვათ ელექტრიკი არ მოდის, მოდის პროგრამისტი. ხშირ შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა არ არის რაღაცა დამწვარედის, თუმცა ისაც იმას პროგრამისტი აკეთებს, ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვავიწყდება, რომ აი ამ ბაღში თუ აი ამ მიწის ნაკვეთში რაღაცა უფრო მაღალი ცოდნის მატარებელი ცოდნა ხომ არ გვჭირდება, რომ ეს პროცესები დაარეგულიროს და არა უბრალოდ რომ უნდა ამოყარო, მიაყარო რაღაცა ჰერბიციდი, ფუნგიციდი და უნდა გაუშვა.
ხო უნდა დავფიქრდეთ, რომ თუ ესეთი ურთულესია ბუნება და მეცნიერები ამას ხშირად აპელირებენ, რომ თითოეული უჯრედი უტოლდება სამყაროს მოწყობის სირთულის საიდუმლოს. იმდენად რთულია თუ ახლა ვისაც შეუძლია ნებისმიერმა შეუძლია დღეს შევიდეს Google-ში და მოძებნოს როგორ არის მოწყობილი თითოეული უჯრედი. რამდენად რთულია, როდესაც მას ადიდებენ მიკროსკოპით, მთელი ქალაქებია და ფაბრიკები და ქარხნებია იმდენი, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში, რომელიც მთელ პლანეტაზე არ არის. ანუ ხომ არ დგება ის გარდატეხის მომენტი, რომ დღეს არა ბოდიშს ვიხდი, მკითხავებს უნდა დაუძახოთ, არამედ ისეთ პროგრამისტებს უნდა დაუძახოთ, რომლებიც ამ საკითხში გვეტყვიან, რომელი ხე რომელ ხესთან უნდა დაირგოს. ალბათ ესია, რომ რაღაცა გქონდეს ურთიერთკავშირები. ფესვთა სისტემა როგორ უნდა იყოს? ზედმეტი წყალი და ფესვთვალპობა როგორც დრენაჟები ხო არ, ანუ რაღაცა ხომ არ არის. ვინმე ხომ არ არის ასეთი, ასე ვთქვათ, ცოდნის მატარებელი და თუნდაც ინტერესის გამო მაინც დაუჯდეს ეს ხალხმა, რომელმაც გადააბულბულა, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც კრიზისში შევიდა ხო ქვეყანა. იქნებ დროა, რომ გაკეთდეს ერთი საჩვენებელი, აქ ჩემი აი მთელი აპელირება, მთელი საუბრის რაზე მიდის, რომ მივაწვდინოთ ინფორმაცია იმ ძალაუფლებას, რომელსაც აქვს, ასე ვთქვათ, ხელის უფლება, რომ ხელი დაადოს ამას და აქ ხო საუბარი ხის დარგვაზია. და თუნდაც ექსპერიმენტი დავარქვათ, როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს. რატო ხარ წინასწარ განწყობილი უარყოფითად, როცა არ გინახია? უკეთეს არაფერს არ მთავაზობ, ინერციით მიექანები დანგრევისაკენ და ჩემ მომავალსაც აფუჭებ. კაი, შენი დაუშვათ არ გაღელვებს, მაგრამ ჩემი მომავლის, ჩემი ქვეყნის მომავალსაც აფუჭებ, ხო? მოდი ხო არ დადგა დრო, არავინ ხო ფულს არ გთხოვს არავინ და არაფერს არ მხოლოდ გეუბნებია, რომ მოდი გამოვყოთ ეს მიწა. იქ არის ის ენთუზიაზმი ხალხი, რომელსაც აქვს რაღაც საშუალება, რომ თავი აარსებოს და პარალელურად აქ ჩადოს, აი ქვეყნისათვის რაღაც კარგი საქმე გააკეთოს. თუ ამაში დემაგოგიის ნიშნები და კორუფციის ნიშნებია, დააყენოს ათასნაირი მექანიზმი, რომ თავიდანვე გამოირიცხოს რაღაცა პრობლემატიკა, ხო აუდიტის სამსახური ჩასვან, რომ ხე დაირგოს, ყველაფერი გაკეთდეს 1000 ბოდიში თქვენთან და 1000 სისულელეებში მიდის. ამხელა ბიუჯეტები, რომელიც ხშირ შემთხვევაში თავიდანვე წამგებიანია, მაგრამ კორუფციული ჯაჭვის ნაწილია და შესაბამისად, ვერაფერს ვერ შვება. როდესაც აქ ჩვენ მომავალს ეხება და ღვთისმადლით ჯერ კიდევ არის გადარჩენილი ადამიანები, რომელსაც აქვთ ეს ცოდნა, აქვთ ეს პრაქტიკა და გამოცდილება და გეუბნებიან, რომ არ მინდა შენი არაფერი ეს გამაკეთებინე, შენთვის ვაკეთებ. კი არ ვასხვისებ, არამედ ვაშენებ, შენად ხვდი, ხო? აქ აი ამაზეა დამოფიქრებელი უკვე ცით, იმიტომ რომ როდესაც შენ ისევ ჯიუტად მიერეკები, ამას წინათ ეხლა რა ვქნა, ალბათ ცოტა ვერიდებოდი ამის თქმას, მაგრამ უნდა თქვა, რაღაცა გარკვეული მიწის ნაკვეთი ამ პროექტისთვის შევიძინეთ, რაღაცა ფიქრი დავიწყეთ ამ ყველაფერზე და როდესაც მითხრეს, რომ არის დაფინანსების რაღაცა ლეგალური წყაროები, შეიძლება მიხვიდე რაღაც ნერგები ეს და ეხლა განვეწყე დადებითად, ეხლა არ ვარ ის ტიპი, რომ თავიდან უარყოფითად მივედე, როდესაც მე იქ ჩამონათვალი მომცეს, რამდენი შხამქიმიკატი უნდა შემეტანა, რამდენი იქ ვაუჩერი უნდა მიმიღო და უნდა დამერგო ერთი სახეობის ესეთი მონოკულტურები, ხო? მე გაუცებული დავრჩი, ანუ ესე იგი დაფინანსება მიდის იმ საქმეში, რაც სავარგულს უარგულად ხდის. რატომ? მოდი ხლა რაციონალურად შევხედოთ აი ამ ადამიანს, რომელიც გვისმენს. ნახეთ რატომ? იმიტომ რომ მონოკულტურა მოხანი, დათესე, სარწყავი სისტემა ჩაუყენე, მიასხი, ის შხამია, საწამლავია თუ რაღაცა მკვებავი, რაც გინდა სინონიმი დავარქვათ. ძალიან პრაგმატული ტიპია რა. თავის დროზე მორწყავ, თავის დროზე მოწავლავ და შვენია რაღაცა მოსავალს მიიღე, მაგრამ ეს მოსავალი რატომღაც მე აღმოჩნდა, რომ 25 ჯერ მოწამლას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოდის. ნახეთ, ამ ადამიანმა ეს რომ მისწავლა, რა ვიცი, უნივერსიტეტში, ინსტიტუტში თუ ვიღაცა ხან ეს ზეპირი სიტყვერად მიიღეს გამოცდილება, დარწმუნებულია, რომ სწორად აკეთებს. არ მოგისმეს, იმიტომ რომ მაშინ მან ინვესტიცია ეს ჩადო, მაგრამ წარეს შედეგს, როცა 7-8 წლის თავზე ეს ბაღი უჩერდება, იმას კი არ აბლერებს, რომ არასწორად აკეთებდა. მიწა ვერ შევარჩიე პH-ის ანალიზი სწორად ვერ გამიგეთეს.
ნახეთ პრობლემა რა არის. მაინც ისევ ბოდიში თქვენთან ისევ იმპიტალო აზრით გამოდის გარეთ, ვერ ხვდება რომ რაღაცა სწორად არ აკეთებს. ახლა ამასთან ახლა საუბარი ზოგადად ძალიან უხერხული იქნება რომ ეს თემა კიდე ამასთან განვრცეს, იმიტომ რომ ის თავიდანვე განწყობილია ასეთ, მაგრამ თუ ადამიანი ასეთი პრაქტიკა იყო, მე ხშირად მეხმარება ხოლმე ეს გამოცდილება, როდესაც როგორც ჩვენთან საბჭოთა კავშირში ხდებოდა ბევრი სავარგულის უარგულად ქცევა, მოდით ახლა უფრთო ანგელოზები არც კაპიტალისტები იყვნენ, კოლონიებად აქციეს ის ქვეყნები და გადაწვეს და მონოკულტურების თემად აქციეს. მე საერთოდ აფრიკაში ზოგადად სოფლიოს საერთოდ ჩივრები დაშდნენ, იმიტომ რომ იმ მიწას ჰქონდა რაღაც გარკვეული რესურსი და იმის შემდეგ როდესაც ის მიწა გაჩერდა და ბოლოს ერთ-ერთი გადაცემას უყური ამას წინათ ვიღაც შამანს დაუძახეს, რომელიც ცოტა ყურში შეიძლება ქართულ სხვანაირად ევს, მაგრამ ეს არის ექიმებს ეძახიან იქ კურნალებს რა, აი ჭუადამრიგებლებს, როგორც ხევისბერებს ჩვენი ინსტიტუტით, ხო? და მან თქვა, რომ აი ჩვენ დროს შერეული მეურნეობა იყო, რა ეს აზოტს გამოყოფს, ეს დაუშვათ ამ ნივთიერებას გამოყოფს, ეს ამას ეს ეთერზეთები აქვს და ზუსტად ეს იყო ის დიდი ცოდნის ნაწილი, იმ რომელსაც ჩვენ რატომღაც ამათ თავი ვუხდება და დიდი პროფესორებად მოაქვს თავი და ამ კაცმა და აღდგენა დაიწყეს. ისევ იმ კულტურით და იმ ძველი ცოდნებით თუ როგორ უნდა დაგეგმარება ყოფილიყო იმით, მაგრამ რაკანაც ადამიანმა ინდუსტრიალიზაციაშია. ის რომ დღეს ამ ლოგიკით გამოყვეს, მაგას ორიენტაცია სხვა, იქ მოგება, იქ წაგება, იქ რაღაც ბუღალტერია, ხო ისეთ, მაგრამ თვითონ კი ხვდება რომ ეს ჩიხურია და ჩიხურ სიტუაციაში შედის და ბოლოს ეს უარგული გახდება. ვეღარ გამოდის. მაგრამ ვერ გამოდის ამ სიგნალს. ამიტომ ნახეთ აი ჩვენი საუბრის ფინალური ნაწილი მაინც რა არის. მოდით სანამ ჯერ კიდევ დროა მივცეთ ამ ჯგუფს გააკეთოს ერთი. იმიტომ რომ ეს ხალხი ენთუზიასტია. ეს ხალხი არ არის კორუფციაში გარეული და დასვრილი ხალხი. მივცეთ ერთი საშუალება გააკეთონ ეს. მე თვითონ მონაწილე ვიქნები ამ პროექტში. ხაზზე დავიფიცებთ, ხელს მოვაწერთ, იურიდიულად გადავაფორმებთ ქონებას, რომ რამე არ შეგვეშალოს, ან მე მხელი არ შეგვეშალოს. და გავაკეთოთ, იმიტომ რომ ეს ჯერ კიდევ გვაძლევს იმის იმედს, რომ ის ქართული ფენომენი, რომელიც წეღან ხაზგასმით თქვით, ცეკვაში გამოვლინდა კულტურაში, ლიტერატურაში თუ ასე შემდეგ თუ ზეპირსიტყვიერებაში, იქნებ აქაც არის რაღაცა მამაპაპისეული, რაღაცა საფუძველი, საფუარი რაღაცა ძველი, რომელიც ამას ააფუებს და გაზდის. იქნებ არის რაღაცა და რა ვიცი ამ ქართველებს რატო გვჭირს რომ ერთმანეთს უნდა დავჭამოთ, ერთმანეთს ხელი უნდა შეუშალოთ, მივცეთ საშუალება რომ გააკეთდეს ერთი ცალი. კი ბატონო, კი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ხაზი იყოს მხარდაჭერილი ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან. ძალიან დიდი გამოწვევაა ის, რომ ჩვენ არ დავждეთ აი ტრენდზე, რასაც ქვია, აი ინვესტიცია გვჭირდება ეხლა და ამ ინვესტიციებს მივდევთ. რატომ მივდევთ იცი ამ ინვესტიციებს? სექტორები არა გვაქვს ეკონომიკის განვითარებული. იძულებული ვართ ჩვენ, რომ აი სულ მუდმივად ინვესტიცია გვჭირდება, სულ მუდმივად რაღაც ცესხი გვჭირდება, სულ მუდმივად თბილისში უნდა კორპუსები ვაშენოთ. აღარ არის ადგილი, მაგრამ მაინც უნდა ვაშენოთ, იმიტომ რომ მშენებლობა სჭირდება, მოცულობა და ბრუნვა. და საბოლოო ჯამში ჩვენ შეიძლება ისე წავყვეთ ამ პროცესს, რომ ვიღაცას 5 მილიარდს შემოიტანს, ოღონდ მიეცით ეს ტერიტორია ის. მე ვიღაცა მოითხოვს, ეხლა იმას დაჭერდება. მე კიდევ ვიღაცა მოითხოვს, ესე ქვეყანას დავკარგავთ. ამიტომ სანამ დროა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ გადაეწყოს ჩვენი განსაკუთრებით სოფლმეურნეობაზე ვსაუბრობთ ეხლა ჩვენი სოფლმეურნეობის დარგის განვითარების მოდელი. ეს შეიძლება კიდევ ერთხელ ვიძახე რაღაცაში იყოს ინდუსტრიული და ეს იყოს მიბმული გარკვეულ მოთხოვნებს სოფლიო ბაზარზე და კონკრეტული ქვეყნების ბაზარზე, თუმცა ჩვენ უნდა განვავითაროთ ტრადიციული სოფელი, ჩვენ უნდა განვავითაროთ ეკომიმართულება, ჩვენ უნდა განვავითაროთ ეგრეთ წოდებული ადგილწარმოშობის პროდუქცია, ჩვენ უნდა განვავითაროთ ეგრეთ წოდებული მიკროზონული პროდუქცია, აი იმ მიკროზონაში რომ განსაკუთრებულად მოდის და განსაკუთრებული გემონური თვისებებია, განსაკუთრებულად ხელი შეუწყოთ ისეთ ტრადიციულ სოფლებს, რომელზეც ახლა ალექსანდრე საუბრობდა, ეს არის ძალიან დიდი და ღრმა თემა და რამოდენიმეჯერ ახსენე და მინდა გადაცემის ბოლოში ხაზგასმით თქვა, რომ
ალექსანდრეც, მეც და ნებისმიერი ჩვენი მეგობრები და დიდი ჯგუფი მზად არის, რომ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ საზოგადოებასთან პრეზენტაცია გააკეთოს. არა ის, რომ აი ვიღაცას აქვს უბრალოდ სურვილი, არ ვიღაცას აქვს ამის მოთხოვნა, ან რაღაც ტრენდულია ეხლა ეს ეკო და რაღაც. არა, ხალხო ამაზე ნაფიქრია, ამაზე ნამუშევარია, ეს სქემატურად დაწერილია, ეს სქემატურად აწყობილია. ყველა ის მოწონებულია სამინისტროების მიერ პრეზიდენტის დონეზე ვისთან არ არის ასე თქვა თანხმობა გამოყოფილი აქ და საზღვარგარეთ ვერსად ვერ დაწუნებულია ესე რომ თქვა საპატრიარქოს ჩათვლით და ასე შემდეგ ამიტომ რა ჭირდება ამას ამას ჭირდება ორი რაღაც პოლიტიკური ნება და სწორი მართვის მექანიზმების მორგება ამ პროექტისთვის პოლიტიკური ნება უნდა იყოს რომ ჩვენ ეს ხაზი ავირჩიოთ და სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი მიზნობრივი გეგმა, ისეთი მიზნობრივი პროგრამა, რომელიც ამ პროცესს ხელს შეუწყობს და ყველა იმ წინაღობას, ყველა იმ შეფერხებას მოუხსნის. ეს ყველაფერი იმუშავებს ძალიან კარგად. ეს ყველაფერი ჭირდება ხვალინდელ დღეს, ეს ყველაფერი ჭირდება საქართველოს მომავალს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა. წარმატებები.